რას ხედავდით სირიაში? სირიაში ხედავთ ცხოველურ დონეზე ხოცავენ ერთმანეთს და ხვდები რომ რა ვიცი, ადამიანს რო ეძახი ამ ხალხს, ისიც კი რაღაც უცნაურად გამოიყურება, იმიტომ რომ არაფერი ადამიანურობა მათში არ იკვეთება. რაღაც გავსი ხდება თითქმის შეუწყვეტ რეჟიმში აფრიკაში მაგალითად. და იქაც ხოცავენ ერთმანეთს საშინლად უბრალოდ. ქალებს, ბავშვებს. ცივილიზაცია არის ამ ცხოველური ინსტინქტების დაბლოკვა. ანუ ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით ცივილიზაციაზე არის ადამიანი რომ მიდის და რაღაც ერთი ინსტინქტი უჩნდება რომ ვიღაცა მოკლას, გააუპატივროს, გაძარცვას, არ გააკეთოს. ანუ ცივილიზაცია დგას იმაზე რომ ჩვენ ზღუდავთ ადამიანის ინსტინქტებს. ვიღაც სულელები რომ ამბობენ ხოლმე რომ თავისუფლება ეს არისო, თქვენ რომ თავისუფლება გინდათ, შეუზღუდავით თავისუფლება გინდათ, რაღაც იდიოტები, ელემენტარული რაღაცები რო არიციან. სამდელში რას შეეხო? თავისუფლად საზოგადოება ეს უკიდურესად შეზღუდული საზოგადოებაა. ოღონდ ის ზღუდება არა რაღაც კანონებით, რომელიც ბელადს თავში მოუვა, არამედ მორალური ნორმებით. ადეკვატური ადამიანი, რომელსაც რა ვიცი, ღმერთის წამს პირობითად იცის, რომ კვლელობა ცუდია, ქურდობა ცუდია და რაღაც, ის იმ სირიელებით არ მოიქცევა. ის არ მოკლავს მიუხედავად იმისა, კანონშწერია თუ არა. თუ კანონით აკრძალე და ამის უკან მორალური ფუნდამენტი არსებობს, პრობლემა ეს არ გვარდება. პირიქით შენ გჭირდება რომ ადამიანს ესმოდეს რომ ქურდობა ცუდია. წვენა ქონდეს იმის რომ ცუდია, რომ არაფერ შემთხვევაში არ მოიპაროს. თორე კანონში გინ ჩაგიწერე გინდა რა, კანონით ამას ვერ მოაგორებ ამ პრობლემას, თუ ეს წვენა არ გაქვს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამის ელემენტი ცხოველური ინსტინქტების შეზღუდვის არის პოლიტიკა. რომ ზოგადად პრობლემები არ გვარდებოდეს ძალით, არსებობს პოლიტიკა. თუ რამე კონფლიქტია, გულაგი და რეპრესიები კი არ იყოს, არამედ რა ვიცი, სასამართლო იყოს, ერთმანეთში ვლაპარაკობდეთ და ლაპარაკით ვაგვარებდეთ პრობლემას, რომელიც სხვა შემთხვევაში გვარდება ჩხუბით. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პოლიტიკა გეუბნებათ, რომ ხალხო კი გინდა გაძარცვა, მაგრამ მოდი ახლა პირდაპირ კი არ გაძარცვა, სირიელებით კი არ შეუვარდეს სახში, კი არ დახრიტო და წაართვა რაღაც. არამედ მოდი დაბეგრე. ანუ სინამდვილეში პოლიტიკა არის რაღაც უფრო განვითარებული გზა. შეიძლება ისე ძალადობა შეამცირო, გადაიყვანოს სხვა ფორმაში და უკვე შეჯიბრი მიდის არა მუშტებით, არა ავტომატებით, არამედ სიტყვით. როცა სირიელი ვიღაც გიჟი შემოვარდება ავტომატით და გესვრის, ყველაფერი გასაგებია იქ. მაგრამ იგივე თქვა სირიის მთავრობის ტიპი რომ მოვა და გეტყვის რომ იცი რა, ეკონომიკური ზრდა უნდა წავახალისო და ამიტომ მე ეროვნული ბანკი უნდა შევქმნა და ფული დავბეჭდო. აქ რაღაცა შეიძლება უცნაურს გეუბნება და შეიძლება საერთოდ რო უყურებ არც კი ასხივებს რაღაც ნდობას, მაგრამ დაბეჭდეო იტყვი და ფაქტობრივად იგივენაირად გაგძარცვა, მაგრამ ოღონდ რაღაცნაირად ისე გაგძარცვა რომ შენ არც კი აღშფოთდი რა. მიხვედი მე მაღაზიაში იყიდე პური და პური გაძურებული დაკვდა. მაგრამ ვერც კი მიხვდი რომ მთავრობამ გაგძარცვა. ეს სისტემა არის მორგებული იმის რომ ხალხი როგორ კარგად იცხოვროს. ზოგადად პოლიტიკის არსი არის რომ ავტომატები პირდაპირ გძარცვავს. ამის ნაცვლად ჰასტუკში პიჯაკში გამოწყობილი გეუბნება რომ რაღაცა ეკონომიკური რაღაც ახალისების გამო რაღაცა დავბეგრეთ. იქ ეროვნულ ბანკს 6 მილიარდი ბანკებს დაუბეჭდა. იქ ეკონომიკის სამინისტრომ რაღაცა შეზღუდა, აქ სამშენებლო რეგულაციები შემოვიღეთ, იქ ვიღაცას ფული ვაჩუქეთ და რავი, იგივე ხდება რა, უბრალოდ მასშტაბი არის ბევრად უფრო დიდი. მაგალითად, ზოგადად შეხედეთ ასე ღარიბ რეგიონებს, ქალაქებს, ელონ მასკი ფიქრობს როგორ გაფრინდეს მარსზე. აი, რამხელა სხვაობა, ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ, ჩვენსა და მას შორის ამხელა სხვაობაა და ჩვენსა და ჭიათურას შორის ამხელა სხვაობაა. არანაირი შანსი არ არსებობს, ხო, რომ ის ადამიანი იგივენად ბედნიერი იყოს, როგორც შეიძლება ადამიანი იყოს ცივილიზებულ სამყაროში და ის მთავრობა, რომელიც იმ ხალხს სპეციალურად ტოვებს სხვადასხვა გზით. ფაქტობრივად ამ ხალხს ცხოვრებას ართმევს. მთელი ცხოვრება მუშაობს ადამიანს საბოლოოში, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება იქ მუშაობს და წვალობს მთავრობის სასარგებლოდ და არა თავისი ბედნიერებისთვის. ნაძარცვი ბედად უფრო დიდია. იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა მოიგონეს ხალხის გაძარცვა ისე სიტყვით, ტყუილით და თან ისე რომ შემთხვევაში ხალხი ამბობს რომ კი გამძარცვეო. ვის გაუგია რომ გადასახადები არ იყოს, ეს ხო უბრალოდ აუცილებელი არის. და მთელი განათლების სისტემა ამაზე აწყობილი. სკოლაში ამას ასწავლიან, უნივერსიტეტში ამას ასწავლიან, მთელი ფაკულტეტები აქვს, რომ ასწავლიან რომ როგორ თარობა უნდა გაძარცვოთ და რა კარგია თარობა რომ გძარცვავთ. ადამიანმა რომ გაიგოს, რა ხდება? აი რომ გაიგოს, მაგალითად ეროვნული ბანკი როგორ ძარცვავს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოსახლეობა იცოდეს, რომ ეროვნული ბანკი რა მასშტაბის და როგორ ძარცვავს, რამდენად ამორალურია, რომ აი მართლა იმ ჭიათურაში ადამიანი ცხოვრობს და რაღაც
საშინელ გარემოში ცხოვრობს და თან ხელფასის დაბალი აქვს, აი იმ ტიპს ძარცავს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები სასარგებლოდ თბილისში რო ცხოვრობენ იმ ხალხის სასარგებლოდ. ოღონდ აი ისე ელეგანტურად აკეთებს ამას, რომ გარტყვაში არის ჭიათურაში რო ცხოვრობს ადამიანი, რომ ეს ხდება. ვერც ამჩნევს ამას. ბოლოს და ბოლოს ბრაზდება, რომ მაღაზიაში რაღაც გაძვირდა, მაგრამ აზრზე არის, რომ აი იქ რო დაბეჭდეს ფული ბანკებს რომ ისცეს მერე ბანკებმა სესხები რო გასცეს ფულის მასა რო გაიზარდა ქვეყანაში ფასები გაიზარდა და ამის გამო კონკრეტულად ამ მაღაზიაში ფასი დაიზარდა მაგრამ შინაარსობრივად ის ბანკერი გამდიდ და შენ რაღაც მუშა გაღარიბდი ადამიანს ეს არ ესმის რა და ვინაიდან არ ესმის იზარცვება მთელი იდეა იმაშია რომ ადამიანს არ უნდა ესმოდეს უამრავი სხვა გადასახადია რომელსაც ვერც კი გზნობთ ერთ ყველაზე ასე ვთქვათ ეფექტიანი ამ კუთხით არის ფულის ბეჭდა ვითარდება პოლიტიკა იმისკენ რომ უფრო დახვეწილი ინსტრუმენტებია ხალხის ძარცვის და რას თავარია ხალხი უნდა მოატყუო რომ შემთხვევით არავინ არ გაიგოს რა ხდება წინა საარჩევნოს სულ ბოლო მომენტში ამორჩეულს ვთხოვეთ დაფიქრებულიყო ანუ ამორჩეულს ეფიქრა სამ გააკეთებდა არჩევანს. მაგრამ თუ დააკვირდებით მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, გეუბნებათ რომ არ იფიქროთ. თუ უშვებ რომ ამორჩეველი არ აზროვნებს და შეგიძლია მარტივად ემოციაზე ააგდო და ემოციას როცა მაგალითად გაბრაზებული რო არის ადამიანი ხო ნაკლებს ფიქრობს ხო? ანუ ჩვეულებრივი ამბავი ან შეყვარებული რო არის ხო ნაკლებს ფიქრობს. ანუ როგორც კი ემოციური ფონი იცვლება ადამიანი როგორც წესი ნაკლებად აზროვნებს. პოლიტიკოსები როგორ იქცევიან? აი ჩამოყვი რაღაც სიტყვებს. მაგალითად ნარკომანი, ძარცველი, პედოფილი და მე სიმონი არ აქვს მნიშვნელობა რა ლოგიკური ჯაჭვია. შეიძლება არანაირი ლოგიკური ჯაჭვი არ იყოს, არაფერ შუაში არ იყოს. უბრალოდ სიტყვების ერთობლიობა. ადამიანი თუ არ აზროვნებს და ჩვეულებრივად უყურებს ამ ყველაფერს, მის ტვინში ილექება სიმონი, ნარკომანი, რაღაც ასეთი ისეთი, всё, როგორია სიმონი ზუდი ადამიანი, იმიტომ რომ მისი სიტყვა გამოიყენე ბევრ სულ სიტყვასთან ერთად. ზოგადად ჩვენი ტვინი არის მომიდრეკილი, იმის რომ ყოველთვის აზროვნებდეს. აზროვნებას ვიწყებთ ხოლმე იმ შემთხვევაში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. აი როცა მართლა კრიტიკული ამბავი ხდება, მე შეიძლება ვიაზროვნოთ. აი მაგალითად თქვენ სამსახური რომელიც გესმით რომ თუ კარგად არ შეასრულეთ, რა ვიცი, ფულს დაკარგავთ და ოჯახში პრობლემა გექნებათ, აი სამსახურში რომ მიდიხართ, ფიქრობთ, ხო, აი რაღაც ამ მოსანას ხსნით, მაგრამ აი რაღაც ხდება, რომელიც ნაკლებად გაღებლებთ და იმაზე სტერეოტიპულად რაღაც მარტივ აღქმებს აკეთებ და ბევრ ადამიანს პოლიტიკა ამ კუთხით არ აინტერესებს, ანუ მთელი სისტემა იმაზეც არის აწყობილი, რომ არ აინტერესებდეს. და ამიტომ მის ინტელექტი არ იძაბება რა, უბრალოდ უყურებს ტელევიზორს ვიღაცა რაღაცა ლანძღავს, ქოცები, ნაცები ქოცებს და ვიღაცა გამოდის და ამბობს, რა ვიცი, სანდრო აქვიაშვილი და მე თქვა და ბევრი რაღაც სიტყვა, გირჩი მაგალითად სიტყვების რახარუხი, რომელიც არანაირი ლოგიკური კავშირი. მიზანი არის, რომ შენი ოპონენტი გააშავო იმ დაშვებით, რომ შენი ამორჩეველი არის იდიოტი. იგივეს ვაკეთებენ, რა ვიცი, ნაცების პირობითად ქოცებზე, რუსული რეჟიმი, რაღაცა, მოღალატეები, ასტები. ვინ არის აი ნაც ამორჩეველი, რომელსაც ასევე არ აზროვნებს, რას ფიქრობს ქოცებზე, ქოცები, რუსები, მოღალატეები, ასე ისე. ქოცი გამოდის, სისხლიანი, მტერი, უსამშობლო, ასეთი ისეთი რას ფიქრობს ქოც ამორჩეული რომელიც არ აზროვნებს ну აი მიშა უსამშობლო რაღაცა სისხლიანი ოღონდ არ ფიქრო თავარი არ აზროვნებდეს მოსახლეობა რომ ყველა ფიქრობდეს ვერავინ ვერ აიტანდა ამ თავრობას არც იმ თავრობას ზოგადად თავრობას ვერ აიტანდა არ შეიძლება ეროვნული ბანკი არსებობდეს ადამიანები ხედავდნენ რომ მილიარდობით იძარცვებიან ყოველდღიურად და აიტანონ უბრალოდ ვერ ხედავენ და სისტემა აწყობილი ისე რომ ვერც დაინახოთ სინამდვილეში მთელი ამოცანა არის ის რომ ამ მთელი ემოციების უკან არის მარტივი მექანიზმი აწყობილი თქვენი გაძარცვის ეს არის იდეა რა რომ თქვენ იძარცვებოდეთ ამის საწინააღმდეგო აი ჩვენ რასაც ვამბობთ იყო ის რომ აი თქვენ დაგანახოთ თქვენ იძარცვებით და გეუბნებით მოდით არ გაიძარცვოთ იმით რომ თავრობას რაღაც საკუთრებაში გქონდეს და თქვენი იყოს მოდით არ გაიძარცვოთ გადასახადებით მოდით არ გაიძარცვოთ ეროვნული ბანკის საქმიანობით მოდით არ გაიძარცვოთ რაღაც რეგულაციებით აი სამშენებლო რეგულაციები იქნება თუ რაღაც სხვა მოდით არ გაიძარცვოთ საპენსიო ფონდით მოდით არ გაიძარცვოთ შრომის კოდექსით ასე შემდეგ პრობლემა რა არის აი წარმოგიდგენთ აი ეს პოლიტიკური სპექტაკლი სადაც ვიღაც ადამიანები უბრალოდ ხოდ იმით არიან დაკავებული რომ თქვენ გაგძარცვოთ და ხან ასე მოგატყუებენ ხან ისე მოგატყუებენ არასდროს არ გეტყვიან სიმართლეს სწორი პოზიცია ამორჩევლის მხრიდან რომელიც აზროვნებს არის ის რომ დაუშვა რომ მიც ასეთი ვარ აი წარმოიდგინეთ ეს რაღაც რომ გაიგოთ რომ ყველა პოლიტიკური პარტია ასე თუ ისე ბიზნესგან ფულს იღებს მიცით დაუშვათ მარტო არის ჩემზე და მე გეუბნებით რომ იცი რა არის მე არ ამიღია აი რა ვიცი 10 მილიონს გუშინ ვაძლევდნენ და არ ამიღიაო
აი რა პირობა შეიძლება იყოს რომ დამიჯეროთ. იმიტომ რომ თუ ჩემზე ისეთი კარგი წარმოდგენა გაქვთ რომ ამის დაიჯერებთ, ისე ჩემიანი ხართ, ხო? მაგრამ ოდნავ თუ განსხვავებული წარმოდგენა გაქვთ და თან ხედავთ რომ ყველა ასეთია, რა შანსია რომ დამიჯერებთ? თუ ამორჩევას გაუჩნდა შანსი, აი თელ პოლიტიკურ სპექტრში ვიღაც არის, ვინც განსხვავებულად იქცევა. ვიღაც არის, ვისაც აი რა ვიცი, ფული არ აუღია რომ რაღაც სპექტაკლში მიიღოს მონაწილეობა, თქვენ კიდევ უფრო საკაიფოდ დაიბეგროთ. რომ მაგალითად ვიღაცა იღებს ფულს რომ რა ვიცი, გასეირნოთ ქუჩაში პროტესტის ნაცვლად, ვიღაცამ რომ რაღაც სხვა პრობლემებზე გალაპარაკოთ, გაგძარცვოთ. ან სხვა ხალხია რა, სხვადასხვა ტიპის როლს ასრულებენ. დიდი სპექტაკლია, ძალიან ხარისხიანი, დიდი სპექტაკლია და თუ აღმოჩნდა რომ ამ სპექტაკლში ვიღაც სხვანაირია და სიმართლეს გეუბნება, როგორ უნდა გამოავლინოთ ეს ამბავი? პრობლემა ასეთია, თქვენ წინაშე დგას ეს პრობლემა რომ აი დაუშვათ ვინმე ერთი არის მოსყიდული. რა კრიტერიუმი უნდა იყოს ამორჩევლის თავში ისეთი რომ მიხვდეს რომ ის მოსყიდული არის. რაღაც სხვა ლოგიკური აღქმა უნდა იყოს ამ ისტორიის რომელიც საბოლოო ჯამში თუ არის შანსი რომ ვინმე არის მოსყიდული ეს დაინახოთ. სხვა შემთხვევაში სულ წააგებთ. ანუ სხვა შემთხვევაში სულ დამარცხებული იქნება, სულ გაიძარცვებით. პროცესი მიდის, თქვენ ამ პროცესს აკვირდებით, თქვენ პროცესში ხართ. ვიღაცას გონია რომ ბრძოლაშია და არანაირ ბრძოლაში საერთოდ არის სპექტაკლი გაქვთ დათქმული რა და ეს სპექტაკლი ჩვენ ქვეყანას კი არა სხვა ქვეყანას გადახედეთ წლები გრძელდება შეიძლება თაობები გაგრძელდეს ისე რომ გონს ვერ მოვიდეს ვერც ერთი მათგან ვერც ერთი თაობა ალბათ ეს პასუხი თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ მაგრამ უბრალოდ მინდა რომ თქვენ დაფიქრდეთ ამ პრობლემაზე დაფიქრდეთ რომ თუ ვინმე ერთი პატიოსანი მაინც გაერია პოლიტიკურ სპექტრს თქვენ უნდა მიხვდეთ ეს თქვენ თვითონ თუ მიხვდებით, აი მაგალითად მიხვდებით იმას, რომ თუ ეს ყველა მოსყიდულია, მაშინ როგორ მოიქცეოდა ადამიანი, რომელიც არ არის მოსყიდული? თუ ის ყველა, ავიცი, ასე იქცევა და სპექტაკლშია, როგორ მოიქცეოდა ის ადამიანი, რომელიც სხვაგვარი მოტივებით მოძრაობს? ამ კითხვებზე თუ დაფიქრდებით, მაშინ შეიძლება იპოვოთ ის, რაც დაგეხმარება სწორედ ჩვენი გააკეთოთ. ეუბნებათ. და საბოლოოში პასუხი თქვენზე დადის რა. აი ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, აგერ გიყვებით რაღაცებზე, ყოველდღე ლაივში ვარ. თქვენ კითხოს პასუხობთ, რავი, სხვებისგან გასხვავებით მინიმუმ იმას მაინც შესაძლოა გაქვთ, რომ შემამოწმოთ. მაგრამ აი რა იქნება თქვენთვის ის კრიტერიუმი, რომ რაღაც კითხვას დამისვათ გიპასუხებთ და იტყვით, რა, ხო ეს რაღაც ხო იცი წააგავს ამას. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ამოცანა კრიტიკული მასა დაგროვდება თუ არა იმ ადამიანს, ვინც აზროვნებს. ვისაც შეუძლია რაღაც ემოციები გვერდზე გადადოს და უბრალოდ რომ დააყრიან სიტყვებს ნარკომანი, პედოფილი, ასეთ არაპატრიოტი, უსამშობლო, ასეთი ისეთი დააყრიან ამ რაღაც იქეთ მიხვდება კაცო შეხა მატყუებ კაცო მოდი წესრიგად დაველაპარაკოთ. ნუ მელაპარაკები როგორც სხვას. თუ მიხვდებით საბოლოო ჯამში რა შეიძლება იყოს თქვენთვის პირადად იმის კრიტერიუმი რომ ვიღაც არ გატყუებთ, ნუ გილოცავთ. თუ არ მიხვდებით და სადმე ხმა კი არ დაიკარგება.